როდესაც საუბარია ალექსანდრე როინაშვილზე, თვალწინ ძველი ფოტოები წარმოგვიდგება. როინაშვილი საქართველოში ფოტოგრაფიული სკოლის ფუძემდებელია, რომელმაც 19 საუკუნე უნიკალური კადრების მეშვეობით შემოგვინახა. თუმცა როინაშვილი მხოლოდ ფოტოგრაფი არ იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი იმ საზოგადო მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ერის გამოფხიზლება და ქართულ საზოგადოებაში ეროვნული ცნობიერების ამაღლება მოახერხეს. როინაშვილის სახელოსნო ერთგვარი წინამორბედი იყო იმ დიდი ეროვნული წამოწყებისა, რომელსაც სახელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ჰქვია. მის სახელოსნოში იმართებოდა ქართველი მსახიობების რეპეტიციები. იკრიბებოდნენ საზოგადო მოღვაწეები. იმ დროს საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მუზეუმები. მეფის რუსეთის დროს ქართული ისტორიული ძეგლები და იქ დაცული ქონება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. უპატრონოდ მიტოვებული ძეგლთა უმრავლესობა ინგრეოდა და იძარცვებოდა. როინაშვილმა ისტორიულ საგანძურზე ზრუნვა დაიწყო. ფოტოზე აღბეჭდა უამრავი ძველი ნივთი. შექმნა კავკასიური მოძრავი მუზეუმი, რომლის მეშვეობითაც ამ ნივთების გამოფენას აწყობდა. სწორედ როინაშვილმა დაგვიტოვა 19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები. აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, იაკობ გოგებაშვილი. მისი შექმნილია შოთა რუსთაველის, თამარ მეფის, ერეკლე მეორის ფოტოგამოსახულება. დიმიტრი ერმაკოვის შემოქმედება როინაშვილისგან განსხვავებულია. რა თქმა უნდა, როინაშვილის მსგავსად ქალაქის ხედებს, ყოფას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და ისტორიულ ძეგლებს ერმაკოვიც იღებდა. მაგალითად, 1910 წელს 16 თაყაიშვილთან ერთად იგი ლეჩხუმ სვანეთის ექსპედიციაში მონაწილეობდა, სადაც 1000-ზე მეტი ფოტო გადაიღო. თუმცა ამის გარდა ერმაკოვის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი მოვლენების ასახვაა. 19 საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული ერმაკოვის ფოტოობიექტივში კავკასიის რეგიონში მეტნაკლებად ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომი. საქართველოში რკინიგზის ამოქმედება. 1888 წელს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის სტუმრობა. წყალდიდობა თბილისში. დარბეული ქალაქი და საპროტესტო გამოსვლები 1905 წლის რევოლუციის დროს. პუშკინის ბიუსტის გახსნა. კავკასიის სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო გამოფენა. მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიური ერის დადგომისა და მოდერნიზაციის მკაფიო გამოხატულება გახდა. ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების ხანა დადგა და ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თბილისს შეეტყო. 19 საუკუნის მეორე ნახევრიდან თბილისი საოცარი სისწრაფით იზრდება. ქალაქის გამსხვილების ძირითადი მიზეზი 1864 წელს ატომყმობის გაუქმება და მრეწველობის სწრაფი განვითარება გახდა. რუსეთის იმპერიაში კაპიტალიზმის ერა დაიწყო. ქვეყანაში სულ უფრო მეტად შემოდიოდა უცხოური კაპიტალი. თბილისში ამუშავდა ქარხნები და ფაბრიკები, რამაც რეგიონებიდან მუშახელის მოზღვავება გამოიწვია. გაჩნდა ახალი დასახლებები. 19 საუკუნის 40-იან წლებში ცალკე უბნებად ჩამოყალიბდა სოლოლაკი და გერმანელთა კოლონია ალექსანდერდორფი. 1859 წლიდან ქალაქის საზღვრებში მოექცა სოფლები კუკია და ჩუღურეთი. 1870-იან წლებში დიდუბე. თბილისის ნაწილი გახდა ვერა. თუ საუკუნის დასაწყისში შემოსევებისა და დარბევების შედეგად თბილისის მოსახლეობა დაახლოებით 15-20,000 უდრიდა, 1897 წელს მისი რაოდენობა 160,000-მდე გაიზარდა. ანუ 19 საუკუნეში თბილისის მოქალაქეთა რიცხვი 10 ჯერ გაიზარდა.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აშკარა გახდა, რომ მრეწველობის განვითარებისა და ქალაქში ახალი უბნების აღმოცენების შედეგად თბილისის სატრანსპორტო სისტემა გაზრდილ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ახალი უბნები ისეთი როგორიც იყო კუკია, ჩუღურეთი ან გერმანელთა დასახლება, ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოწყვეტილნი იყვნენ და მათ შორის კავშირი მხოლოდ შემოვლითი გზებით ხორციელდებოდა. იმ ხანებში მდინარე მტკვარზე ერთადერთი ნორმალური ხიდი იყო, რომელიც მეიდანსა და კალას ავლაბართან აკავშირებდა. მეტეხის ხიდი, თბილისის მთავარი და უძველესი ხიდი მტკვარზე. ამ ხიდით შემოდიოდნენ მოგზაურები ქალაქის ცენტრში. ამ ხიდს იცავდა მეტეხისა და ნარიყალის ციხესიმაგრეები და პირველ რიგში ამ ხიდის აღებას ცდილობდა ქალაქს მომდგარი დამპყრობელი. ამბობენ, რომ მეტეხის ხიდი გარკვეულ რელიგიურ დატვირთვას ატარებდა და მის ბურჯებზე ჯვარი იყო აღმართული. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სპარსეთის შაჰმა ისმაილმა 1522 წელს თბილისის დალაშქრისას ამ ადგილას მდგარი ქრისტიანული ტაძარი დაანგრია და მის ნაცვლად შიიტური მეჩეთი ააშენა. მოგვიანებით 1606 წელს შაჰ აბასის შემოსევისას მეჩეთი კიდევ უფრო გააფართოვეს. ეს მეჩეთი ხალხში ცისფერი მეჩეთის სახელით არის ცნობილი, რადგან მისი ფასადი სწორედ ამ ფერის მასალით იყო მოპირკეთებული. 1805 წლიდან მეტეხის ხიდის ოდნავ ქვევით მეორე ხიდი დადგეს. ზედას, რომელიც სიგრძით 30 მეტრი იყო, ავლაბრის ხიდს ეძახდნენ. ქვედას მეტეხისას. ავლაბრის ხიდზე იმ ხანის ყველა სახის ტრანსპორტი დადიოდა. ვიწრო საცალფეხო მეტეხის ხიდზე კი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. აქ მხოლოდ ფეხით გადაადგილდებოდნენ და მცირეოდენი ტვირთი სახედრებით გადაჰქონდათ. თავისთავად ცხადია, რომ ეს ორი ხიდი ქალაქისთვის საკმარისი სულაც არ იყო. ამიტომ 1858 წელს კავკასიის მეფის ნაცვლის გრაფ მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო. ის არქიტექტორმა ჯოვანის კუდიერიმ დააპროექტა და 1853 წელს გაიხსნა. მან მადათოვის კუნძული ალექსანდრეს სახელობის ბაღის მიდამოს დაუკავშირა. ეს იყო თლილი ქვით ამოყვანილი 32 მეტრიანი მალის მქონე ნაგებობა. მოსახლეობამ ხიდს მშენებლობის ინიციატორის მიხეილ ვორონცოვის სახელი შეარქვა. ამ სახელის დამკვიდრებას იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ დღევანდელის ზაარბრუკენის მოედანზე, იქ სადაც ხიდი მთავრდებოდა, 1867 წელს ბრინჯაოში ჩამოსხმული მიხეილ ვორონცოვის 2 მეტრიანი ძეგლი გაიხსნა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიხეილის ხიდი საფუძვლიანად გადააკეთეს. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ხიდის ქვეშ მდინარე მტკვრის ტოტი მოედინებოდა და აი ამ ადგილას კუნძულს ქმნიდა. 1938 წელს მდინარის ტოტი ამოაშრეს და კუნძულიც გაქრა. ხიდი მდინარის გარეშე დარჩა. სწორედ მდინარის ამოშრობის შემდეგ მას მშრალი ხიდი შეარქვეს. ახალმა ხიდმა ქალაქის უბნებს შორის მოძრაობა ნაწილობრივ კი შეამსუბუქა, მაგრამ ნორმალური მიმოსვლისთვის ეს საკმარისი არ იყო. სწორედ ამიტომ 1880 წელს თბილისის თვითმმართველობამ დამატებითი ხიდების ასაშენებლად 750.000 მანეთი გამოყო. პირველი ხიდი, რომელიც მაშინ ამ ფულით აშენდა, ვერის ხიდი იყო. ახლა ის გალაქტიონის სახელს ატარებს. ეს იყო არქიტექტორ უმანსკის მიერ დაპროექტებული ნაგებობა, რომელიც ქვის ბურჯებზე იდგა. ხიდი 1885 წელს გაიხსნა. მას ფიცარნაგის საფარი ჰქონდა და სიგანით 10 მეტრი იყო. ამ ხიდის საშუალებით დამყარდა უმოკლესი კავშირი ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ახლად გახსნილ სარკინიგზო სადგურს შორის. ვერის ხიდის მშენებლობას თბილისის მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა.
უმრავლესობას მიაჩნდა, რომ ქალაქის საჭიროებიდან გამომდინარე ჯერ მუხრანის ხიდი უნდა აშენებულიყო. იმასაც ამბობდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქალაქის მმართველობამ მდიდარი ვაჭრების, ყორღანოვისა და როტინოვის ძალისხმევით მიიღო. ამ ვაჭრებს ვერის ხიდის სიახლოვეს დიდძალი მიწები ეკუთვნოდათ და ცხადია მათი ღირებულება ხიდის მშენებლობის შემდეგ მკვეთრად აიწევდა. მე-19 საუკუნეში დღევანდელი ბარათაშვილის ხიდის ადგილას ბორანი მუშაობდა და მას მუხრანის ბორანს ეძახდა. ძირითადად სწორედ ამ ბორანის მეშვეობით უკავშირდებოდა ავლაბარი და ჩუღურეთი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს. ეს იყო თბილისის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი. მაგალითად, დღე-ღამის განმავლობაში ვერის ხიდი რამდენ ადამიანსაც ემსახურებოდა, ის რაოდენობა მუხრანის ბორანს სულ რაღაც 1 საათში გადახავდა. ბორანით დღეში დაახლოებით 2000 კაცი სარგებლობდა, რაც იმ ხანის თბილისისთვის შთამბეჭდავი მაჩვენებელი იყო. ბორანი სულ დატვირთული იყო და გზავრთა ნაკადს ვეღარ აუდიოდა. 1911 წელს ინჟინერ ევგენი პატონის პროექტით ბორნის ადგილას ხიდის მშენებლობა დაიწყო. ერთმალიანი თაღოვანი კონსტრუქციის ლითონის ხიდი 5 თვეში ააგეს. რკინის ნაწილები ნიჟნი-ნოვგოროდის ქარხანაში დაამზადეს. სავალი ნაწილის მოსაწყობად კი ავსტრალიიდან ევკალიპტის ძელაკები ჩამოიტანეს. ეს იყო რუსეთის იმპერიაში პირველი ხიდი, რომელიც შედუღების წესით ააწყვეს. ხიდი ოფიციალურად 1911 წლის აპრილში გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა მეფისნაცვალი გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი, თბილისის თავი ალექსანდრე ხატისოვი და მაღალი თანამდებობის სხვა პირები. მუხრანის ბორანი გაუქმდა. მის ნაცვლად კი თბილისმა მიიღო ახალი ხიდი, რომელიც ამ ადგილას 9 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა. მტკვარი თბილისის უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო არტერიას წარმოადგენდა. მდინარეს იყენებდნენ სხვადასხვა ტვირთის გადასაზიდად. მტკვარზე იდგა წყლის წისქვილები, სადაც ქალაქისთვის საჭირო ხორბლის უდიდეს ნაწილს ფხვავდნენ. და ყველაზე მნიშვნელოვანი, თბილისი წყლით სწორედ მტკვრიდან მარაგდებოდა. მტკვარი იყო სასმელი წყლისა და რეცხვის უმთავრესი საშუალება. ვინაიდან ძველ თბილისში ერთიანი წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა, ქალაქში წყალს თულუხჩები დაატარებდნენ. თულუხი ხარის ტყავისგან შეკერილ რუმს ერქვა, რომელსაც წყლის ჭურჭლად იყენებდნენ. იმას კი, ვინც ამ რუმბით წყალს გასაყიდად დაატარებდა, თულუხჩს ეძახდნენ. რა თქმა უნდა, ქალაქში ჭებიც იყო და წყაროებიც, მაგრამ ეს თბილისის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მოთხოვნილებას მხოლოდ მცირედით თუ აკმაყოფილებდა. საარქივო მონაცემებით მე-19 საუკუნის 70-იან წლებისთვის თბილისში დაახლოებით 240 თულუხჩი იყო. ქალაქის თითოეულ უბანს წინასწარ განსაზღვრული თულუხჩების რაოდენობა ემსახურებოდა. მტკვარზე მოგროვებულ წყალს ძირითადად ცხენით ან სახედრით ეზიდებოდნენ. ერთი თულუხი 5 ფუთის მოცულობის წყალს, ანუ დაახლოებით 90 litrს იტევდა. ამ ტვირთისგან ცხენი რომ არ დაზიანებულიყო, ზურგზე მას ბეწვიან წყალს უფენდნენ. ვისაც ცხენი და სახედარი არ ყავდა, წყალი ძირითადად ზურგზე მოკიდებული კოკებით და ხის კასრებით დაჰქონდა. ქალაქის ღარიბი მოსახლეობა მტკვარზე წყლის მოსაგროვებლად უმეტესად თავად დადიოდა, რადგან თულუხჩების გასასტუმრებელი ფული არ ჰქონდა. ცნობილია, რომ ვედრო წყალი 1 ან 3 ვერცხლის კაპი გიხირდა. ფასი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა სიშორიდან და მტკვრის რომელი ადგილიდან იყო წყალი აღებული. ნაპირის სიახლოვეს მოგროვებული წყალი ყველაზე იაფად ფასობდა, რადგან დიდი ალბათობით დაბინძურებული იქნებოდა. ასეთ წყალს მოსახლეობა შემდეგ შავი ამნით ამუშავებდა. წარმოიდგინეთ, რა ხარისხის იყო მაშინ მტკვრის წყალი, რომელსაც ქალაქი აქტიურად იყენებდა. მტკვარზე ირიცხებოდა სარეცხი. აქ წმენდნენ და აბანავებდნენ საქონელს. მდინარეში იყრებოდა ყველანაირი ნაგავი.
აქვე ჩაედინებოდა საპნისა და ქონის მწარმოებელი ქარხნების მიერ გადამუშავებული ნარჩენებით. გაზეთ ივერიის 1900 წლის 23 მაისის ნომერში გამოქვეყნებული ცნობა. ეს ცნობა თბილისის მმართველობის აღმასრულებელი კომისიის მიერ ქალაქში შექმნილ ანტისანიტარიულ მდგომარეობას ეხება. კომისიამ გარდასწყვიტა მდინარე მტკვრის ნაპირები გაიწმინდოს და სასტიკი ყურადღება მიექცეს საზოგადოდ ქუჩებისა, ხევებისა და სხვათა სუფთად შენახვას. გარდა ამისა, დადგენილ იქნა, რომ ქალაქის 12 სხვადასხვა ადგილას იყრებოდეს ნაგავი და ამ ადგილებს განსაკუთრებული მუშები ჰყავდეს მიჩენილი, რომ ნაგავი ჩქარად მიემავალ ადგილას ჩაჰყარონ ხოლმე მტკვარში. სხვანაირად რომ თქვათ, იმ ხანის თბილისში ნაგვის განადგურება ან გადამუშავება საერთოდ არ ხდებოდა. ნაგავს მტკვარში იმ ადგილას ყრიდნენ, სადაც მდინარე შედარებით სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და იმედოვნებდნენ, რომ დინება გადაყრილ ნაგავს შორს წაიღებდა. წყლის ზიდვის გარდა თულუხჩებს სხვა ვალდებულებაც გააჩნდათ. ვინაიდან მე-19 საუკუნის თბილისში სახანძრო სამსახური ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი იყო, ქალაქში ხანძრის გაჩენის დროს ცეცხლის ჩაქრობა მცირე რიცხოვან მეხანძრეებთან ერთად თულუხჩების კისერზეც გადადიოდა. ქალაქის მმართველობასთან არსებული შეთანხმებით თულუხჩები ვალდებულები იყვნენ ხანძრის დროს უფასოდ ემუშავათ. სამაგიეროდ მათ ყველა სხვა გადასახადისგან ათავისუფლებდნენ. თბილისში წყლის პრობლემა ნაწილობრივ ავჭალის წყალსადენის მშენებლობით გადაიჭრა. ის 1887 წელს ამოქმედა. ეს იყო თბილისის წყალსადენის პირველი ცენტრალიზებული სისტემა. ქალაქის თითქმის ყველა უბანში წყალგამანაწილებელი ჯიხურები დადგეს. ვინაიდან წყალი უშუალოდ სახლებს არ მიეწოდებოდა, მოქალაქეები წყალს სწორედ ამ ჯიხურებიდან ყიდულობდნენ. ახალი წყალსადენების მოწყობამ მეთულუხჩეებზე მოთხოვნა ჯერ შეამცირა, დროთა განმავლობაში კი მათი გაქრობა გამოიწვია. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ეს ადგილი ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა. ამ უბანს სეიდაბადს ეძახდნენ და ის დღევანდელ აბანოთ უბანს, ხარფუხსა და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა. აქაურობას სეიდაბადი სპარსელების გამო შეარქვეს. ირანის მმართველმა შაჰ სეფიმ აქ სეიდების ტომი დაასახლა და სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის. თუმცა სეიდაბადზე მეტად ეს ადგილი აბანოების სახელით არის ცნობილი. ქალაქის წარმოშობის ლეგენდაც ხომ სწორედ გოგირდის ცხელწყაროებს უკავშირდება. როგორც წესი, აქ ჩამოსული უცხოელები გოგირდის აბანოში შესვლის გარეშე თბილის სარტოვებდნენ. ეს საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. ამ ფოტოზე ჭრელი იგივე ორბელიანების აბანოა აღბეჭდილი. აღმოსავლური ფორმები, სპარსული არქიტექტურა. კუთხეებში შენობას მინარეთის მსგავსი ორი პატარა კოშკი ამშვენებს. ფოტოები შავთეთრია და ამიტომ აქ ნაკლებად ჩანს მოზაიკით მოპირკეთებული ფასადის მთელი ბრწყინვალება. ჰიგიენური დანიშნულების გარდა თბილისური აბანოები აზრს და გაცვლის, ყოფითი საკითხების გადაწყვეტისა და გართობის ადგილიც იყო. აქ გაიგებდით ქალაქის ყოველდღიურ ამბავს, მართალსა და ჭორს. ეს იყო ერთგვარი კლუბი, სადაც დროის გასატარებლად იკრიბებოდნენ. აბანო ყოველთვის ღია იყო. ხალხი აქ ხშირად მთელ დღეს ატარებდა. სოფლიდან ქალაქში სავაჭროდ ჩამოსული გლეხები ზოგჯერ მას ღამის გასათევად იყენებდნენ. საქმეს მოითავებდნენ, შემდეგ აბანოში შედიოდნენ, ორშაურად ბანაობდნენ და იქვე იძინებდნენ. აბანოების გვერდით პატარა მდინარე, წავკისის წყალი მოედინება. ამ ადგილს ახლა ლეღვთა ხევი ჰქვია, ადრე კი დაბახანას ეძახდნენ. სახელი მეტყავეებისგან, იგივე დაბაღებისგან მომდინარეობდა. თბილისელი დაბაღები ტყავს აბანოებიდან მომდინარე გოგირდის ცხელი წყლის მეშვეობით ამუშავებდნენ. თუმცა დაბახანაში სარეცხსაც რეცხავდნენ. ამ ფოტოებზე სწორედ მრეცხავების საქმიანობაა გამოსახული.
დაბახანაში ადრიანად მიდიოდნენ. თან მიჰყავდათ ბავშვებიც, რომლებიც დიდებს ეხმარებოდნენ. თეთრეული და ტანსაცმელი ირეცხებოდა პირდაპირ მდინარეში, რომელსაც აბანოებთან გოგირდის თბილი წყალი ერეოდა. ხშირად სარეცხი მტკვარზეც ჩაჰქონდა. სველ სარეცხს გასაშრობად იქვე დიდ ქვებზე ან აგურის კედლებზე აფენდნენ. ქალების ცხოვრებაში აბანოს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მაშინ აბანო ლამის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მათ თავისუფლად შეეძლოთ გართობა და დროის გატარება. აბანოში მიმავალი ქალი მამაკაცს არ უნდა დაენახა. ამიტომ ისინი დილით ადრე გამოდიოდნენ და სახლში მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდნენ. ახალი და ყველაზე ძვირფასი ტანისამოსი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვათ. აქვე ხდებოდა ძვირფასი სამკაულების გამომზეურებაც. ქალები აქ თითქმის მთელ დღეს ატარებდნენ. აბანოშივე საუზმოვდნენ და სადილობდნენ. ზრუნველი ქმარი ცოლს საჭმელს პირდაპირ აბანოში უგზავნიდა. ბანაობის შემდეგ ქალები ინით იღებდნენ თმებსა და წარბებს. სპეციალური საცხით იმუშავებდნენ სახისგანს. მოკლედ, მაშინდელი აბანო დღევანდელ სპა სალონს გავდა. ყველაზე ხშირად სწორედ აბანოში არჩევდნენ სარძლოებს. ყურადღებით სინჯავდნენ საპატარძლოს. აფასებდნენ მის აგებულებას. ცდილობდნენ გაეგოთ ხომ არ ქონდა რაიმე ფიზიკური ნაკლი. განზრახ აცინებდნენ, რათა კბილების სიმრთელე შეემოწმებინათ. ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები. დაბალ ტახტზე, რომელზეც თეთრი ზეწარია გადაფარებული, მამაკაცი წერს. მის ბეჭებზე ფეხებით მექისია შემდგარი. შემდეგ სურათზე მამაკაცი უკვე ზის. თავი წინა აქვს გადახრილი. მექისე კი კვლავ მის ბეჭებზეა შემომჯდარი. ეს დადგმითი ფოტოებია და ისინი როინაშვილის სტუდიაშია გადაღებული. ამაზე მიგვანიშნებს ის მოჩუქურთმებული დეკორაციები, რომელსაც როინაშვილი ფოტოგადაღების დროს ფონის სახით იყენებდა. სხვა ფოტოგრაფების მიერ ამავე თემაზე გადაღებული ფოტოსურათები, რომლებსაც საერთო სათაური აქვთ: აღმოსავლური მასაჟი. გასაპნული მამაკაცი. კიდურების გაწელვა. თავზე წყლის გადავლება. უამრავი ფოტო, რომელიც იმ ხანის თბილისის აბანოებში მექისეების მუშაობას ასახავს. ქისის საიდუმლო და მექისეობის ხერხები მამიდან შვილზე გადადიოდა. მექისეების მუშაობას ხატოვნად აღწერს ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრ დიუმა, რომელმაც საქართველოში 1850-იან წლების მიწურულს იმოგზაურა. თავქვეშ სველი ბალეში ამომიდეს და ხელფეხი გამაჭიმენეს. მერე სათითაოდ ხელებში მეცნენ და სახსრების მტრევა დამიწყეს. ეს ოპერაცია მხრებიდან დაიწყო და თითების უკანასკნელი სახსრებით გათავდა. შემდეგ ფეხებს მიჰყვეს ხელი. ფეხებს რომ მორჩნენ, კეფაზე, ხერხემალზე და წელზე გადავიდნენ. ეს ვარჯიში, რომელსაც თითქოს სახსრების სრული დამტვრევა უნდა გამოეწვია, სრულიად ბუნებრივად მიმდინარეობდა და არა მწტუმტკივნეულო იყო, არამედ ერთგვარად სასიამოვნოც. როინაშვილისა და ერმაკოვის ფოტოებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ჩვენ მათი შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილი წარმოგიდგინეთ. მათი ფოტოკადრები საქართველოს ოქროს ფონდია. ეს არის მეხსიერების ერთგვარი ყუთი, რომლის გარეშე მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ ჩვენ გაცილებით ნაკლები გვეცოდინებოდა. სწორედ ამ ყუთშია თავმოყრილი იმდროინდელი საქართველოს ყველა საკვანძო მოვლენა. შენახულია იმ ძველი ხანის სურნელი, მოდა, ადამიანების ხასიათი, შენობები, ქალაქები და სოფლები. მათი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორ გარდაიქმნა საქართველო. ამ ფოტოების გარეშე ჩვენი წარსული ალბათ უფრო ცარიელი და ემოციებისგან დაცლილი იქნებოდა.